ეხლა მე შენ ენერგეტიკულად, სულიერად მოგცემ ძალას ცოდნის სახით, რომელიც სამუდამოდ გაგკურნავს. ის კი არა რაღაც წმენდა გაგიკეთო ხელით ან რაღაც შენ თვითონ გაუკეთებ შენ თავს წმენდას, რეგენერაციის უნარით შიგნით. ყვები ეს რაღაცას რომ ესეთი ხილვა მქონდაო, მოვიდაო უფალიო, იჯდაო, ანათებდაო და ანაფორა ეცვაო. ზოგადად მაღალი იერარქიის ხილვებში ითვლება და ესეც არის, რომ შემქმნელი იესო და წმინდანები არ ზიან, დამიწებული არ არიან. ლივლივებენ. შემდეგო მე მის ფეხებთან აღმოჩნდიო და თავზე დამადო ხელიო. შენს თავზე ესე წერტილზე ცენტრში გაქვს ენერგო ხრელი, სადაც შემოდის ღვთიური ენერგიები. ეს ადგილი არის ძალიან საფაგიზო ადგილი. მაგ ადგილზე არავის არასოდეს არ უნდა შეახებინოთ ხელი, თუ არ ენდობით. არავის არასოდეს, რატომ? ეს იგივე არის როგორც კომპიუტერო წარმოიდგინოთ და USB-ით რო შეაერთოთ დავირუსებული მეხსიერების ბარათი. იქ არის თქვენი საწყისთან კავშირი. შემდეგ გამოფესით რაღაცას რომ როდესაც თავზე ხელი დამადო, ბიგძენიო როგორ შემოვიდა ენერგიაო და თითქოსო თავის ტვინიო მუჩში მოიქციესო. ჰიპოფიზიდან ხდება შემოჭრა შენში ყველა იმ ენერგიების რაც ხდება. როდესაც მან თავზე ხელი დაგადო, პირდაპირ კავშირი იქონია შენს ჰიპოფიზზე. თავდასხმა მოხდა ჰიპოფიზზე, შენს მეექვსე ჩაკრაზე. ზუსტად მეექვსე ჩაკრაზე ჰიპოფიზზე მოხდა ხელის დადებით და იმ სიტუაციის დაშვებით. იმიტომ რომ შენ ტექნიკურად არ იცოდი რა ხდებოდა. ვიზუალიზაციას გაჩვენებ ყურადღება გადააქვს და ჰიპოფიზიდან შემოაქვს თავდასხმა. მაგ დროს თუ რამე ხილვა გააქვს და ნახვები გააქვს, ჰიპოფიზზე უნდა გადაიტანო ყურადღება, წარმოიდგინო მის ირგვლივ დამცავი ოქროსფერი გარსი, უნდა დაიცვა ჰიპოფიზი. და შენ სანამ ამ შოუთ იყავი დაკავებული, რასაც უყურებდი, ამბობ რომ უცეფო ვიგძენიო უკნიდანო ხერხემალთა რაღაცა როგორ მიჩხვრიტაო, შემარჭოო. ხო და ეს დაერთება რომ მოხდა ენერგეტიკული შენი დაშვებით. როდესაც რაღაცა შოუს უყურებ, ხილვა იქნება თუ სხვა რაღაცა, მაგ დროს ხდება ყურადღების გადატანა. წარმოიდგინე უნდა გაუკეთო ბავშვს. ნახე რა ლამაზი სათამაშოა და უჩხლიტა. იგივე პროცესი ხდება. ამიტომ ვიცოდი, არ უნდა შეხვიდე რეაქციაში, არ უნდა ისაუბრო, არც კომუნიკაცია უნდა მიცე, არც ემოცია უნდა მიცე, არაფერი არ უნდა მიცე. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როდესაც ეს პროცესი დამთავრდაო, ამბობ რომ ჭირილი ამიტყდაო. შემქმნელი და მაღალი იერარქიის გვერდით რომ იმყოფები, შენ შინაგანად გრძნობ სიმშვიდე და სიყვარულს, იმიტომ ის ასხივებს ავტომატურად ისე სიყვარულის ენერგიას, რომ სხვა ადამიანები იმუხტებიან. ეს ბუნებრივი პროცესია. ის თქვა მინდა დემონმა, რაც არ უნდა ვიზუალი გაჩვენოს, შეგრძნებას უნდა მოусმინო, იმიტომ რომ შეგრძნება არის ის ენერგეტიკული გამოსხივება ყველა არსის, რომელსაც ვერ აყალბებს ვერავინ. ის არის მისი არსი. ყველა სისხლი ხო გავთ ხორცხოვ ვერ გადააქცევთ მწვანილად, ისე ვერ აქცევს თავის ენერგეტიკულ სუბსტანცია გამოსხივებას სხვა სუბსტანციად. ამიტომაც ადამიანის შეგრძნებებით ყველაფერს გრძნობს და ამ შეგრძნების გაყალბება შეუძლებელია. შესაბამისად, შეგრძნება არის ერთადერთი, რითაც შეგიძლიათ ჩაწვდეთ ნებისმიერ ჭეშმარიტ ენერგეტიკულ ველში. თქვენი შეგრძნებები და რეაქციები არის პასუხი თუ ვისთან გაქვთ და რასთან გაქვთ საქმე. შესაბამისად, შენ იმიტომ იტირე. ის პროცესი რაც მოხდა, შენმა ენერგეტიკამ დარტყმა მიიღო და რეაგირება მოახდინა. და რა თქმა უნდა, შენ შეიძლება ცნობიერად ვერ აღიქვა, მაგრამ სული მაგას აღიქვა. შესაძლოა, როდესაც თავზე დაგადო ხელი და ხერხემალზე ჩხვრეტა იგზენი, ეს პროცესი გაიხსენე შემდეგ, როდესაც მე ჩაგეკითხე დეტალურად. მაგამდე არ გახსოვდა. როგორ რაღაც საკეთებს, იცი, კიდე საკვანძო მომენტებს, რომელიც ადამიანს დაეხმარება ჭეშმარიტ ტიპის ჩაცნომაში, ამ ინფორმაციებს უშლის ტვინიდან. უბრალოდ აქცენტი გადააქვს სხვა რამეზე, რომ ადამიანს არ გაახსენდეს დაინფიცირების წყაროები სად არის. ესენი არიან რასა. მეც ადრე წარმოდგენა მქონდა, რომ საშიში და ეს არაფერი საშიში, უბრალოდ სხვა რასის წარმომადგენელია. და თან შენ ხარ უზენაესი ძალა ამ სამყაროში. ღვთის შვილი ხარ. ეს რას ნიშნავს, იცი? ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ძალიან დიდი ძალები. ვერაფერი ვერ გერევა. პრობლემა აქ უმეცრებაშია და ეხლა შენ უნდა დაამშიო ის. ისე რომ განადგურდეს. მას არ აქვს არანაირი ძალა, როგორც კი აღმოაჩენ შენ სად იმალება და რა საკეთებს, რა ტექნიკით ზემოქმედებს შენთან, მაშინვე კარგავს ყველა ძალას. იმიტომ რომ მისი ძალა დაფუძნებულია ცრუზე. წარმოიდგინე ჭიანჭველა ხარ და ადამიანს გინდა გააკეთებიო რაღაცეები. მის სხეულში, მის მოქმედებაში, მის ფიქრებში. ჭიანჭველამ რაც არ უნდა გააკეთებინოს ადამიანს, ყველაფერი ტყუილია, უბრალოდ ადამიანი იჯერებს. მიხვდი რის თქვა მინდა და ეს პროცესები ხდება. ამასთანავე რომ ეძინა, მაღვიძებენ, რომ ფეხიდან გაიყვანე ენერგია გაწმინდე გაასუფთავეო. თუ არა და ეს შავი ენერგია შვილზე გადავა და აზრებს გაწვს. რაღაცა თუ გეუბნება გააკეთე და თან გაშანტაჟებს. ეს არ არის თავდაცვითი მექანიზმი. შვილზე რატო ვერ გადავა, იცი? შენი შვილი ისე ასხივებს ენერგიას როგორც დიდი მზე. მასთან გადასვლა უნდა, მაგრამ ვინ მიართვა? შიშია მისი მთავარი იარაღი. ტყუილზე აგებული შიში. შენებას იყენებს, რომ წაიღოს. გეუბნება, რომ ეგ ცივი ენერგია არისო, გაჯერებს. და უნდა მოიშორო. შენ ახლა შენს ენერგიას ყისირად შეგიძლია გადააკონვერტირო ცივა თუ მოინდომებ. მიხვდი? თან
გაღვიძებს, რა შეჭირდება შენი გაღვიძება, ისეც აიღებს, მაგრამ შენი ნებართვის გარეშე ვერ აკეთებს ამას და ამიტომ გაღვიძებს. რო იცოდე ნებისმიერ მოვლენაზე ნებართვის თხოვნებია ეგ. უბრალოდ შენ ვერ ხვდები ამ პროცესებს. და არ უნდა მიწე ნებართვა არ მიწე, არ უნდა მოусმინო. თითოეულ შენ ნეგატივს წრენს, ტირილს, უხასიათობას, ყველაფერს აგროვებენ და მე ერთიანად გააქვთ. მოვლენ, ხილვებს გაჩვენებენ, გააქვთ ენერგია, მე ისევ გეშვებიან. შენ არ უნდა დაწვა ნეგატივი, არაფერი წასაღები არ ექნებათ და ვერ მოვლენო. ყველაფრის პარალელურად ძალებს გწნობდიო, რომ შემიძლია მეორე ოთახში ცნობიერზეო, რაღაცები დამენახაო და მე რო შინაგანი ხმა მეუნებოდაო, რაც ხდება ყველაფერი შენ თავსო. თუ ამას სხვასთან ილაპარაკებ, ამ ძალებს დაკარგავ. ყველაფერში გაშანტაჟებს ტყუილ. ეგ არის შემქმნელი და შენი ძალა. გატყუებს მაგას და გაშანტაჟებს, რომ იმიტომ იმას არ აწყობს, რომ ვიღაცას რო ეტყვი, იმას რო ეტყვი, ვიღაცა ეტყვის რაღაცა აზრს და წააგებს ის და მაგით გაშანტაჟებს. ტყუილში მთლიანად თავს გესხვის და ბევრი ინფორმაციას გაყრის, თითქოს აგბომბა ინფორმაციულად. იმაზე ბრაზილ ან იმით რომ რომელიმეს წამოეგო. როგორც ახლა ბომბდამშენმა რო გადმოაგდოს დიდი ბომბი, რომელსაც პატარ-პატარა ბომბები აქვს და სწორედ ხასიათის. უნდა მივხვდე რომ ეს ბომბი კი არ უნდა მიიღოს, საერთოდ არ უნდა დაუშვათ დასაწყისში, აზრზე არც უნდა იფიქრო, იმიტომ რომ არ უნდა გახსნა. დეტონაცია ხდება მაშინ, როდესაც მოგივა სამწამში თავში აზრი და აგძელებ ფიქრს. არ უნდა გააგრძელო, თორე დეტონაცია როგორ ხდება, მე იჭირე ეს ბომბები იგეთ-აქეთ. ასევე ამ ყველაფერთან ერთად მიგზავნიდნენ რომ რაღაც კვესტის მსგავს საგამოცდო ვიზუალებსო და მე ამ პროცესებს გავდიოდიო. ეს კვესტი, ეს იყო შენი კვლევა, როგორ რეაგირებს სტრესულ სიტუაციაში, რაზე რეაგირებს სტრესულად, რაზე არ რეაგირებს სტრესულად. ამის გამოკვლევა იმისთვის სჭირდებოდათ, რომ შენ შემდეგ უკვე შენში შემოსულიყვნენ და შენ ამ აფერმაციებს რო აყევი და ამ კვესტებს რო აყევი, შენი საიდუმლო პროტოკოლები გაეცი მათ მიმართ, რაც არ უნდა გააკეთო. აქაც და ყველგან უნდა დაბლოკო და არანაირი კვესტებში არ უნდა მიიღო მონაწილეობა, ეს სიზმარი იქნება, ასტრალი იქნება თუ ხილვა იქნება. მათი ერთადერთი იარაღი არის შიში და თქვენს ფსიქოლოგიაზე მუშაობა, რადგან სხვა მათ არანაირი ძალა არ გააჩნიათ. საერთოდ ხრამის მეორე მხარეს არიან, რომლიდანაც გადმოსვლა არ შეუძლიათ, გარდა იმისა, რომ დაგიძახოთ. იქეთან ხელი აწიე, ფეხი აწიე და ეს გააკეთე და ის გააკეთე და თქვენივე ემოციების ხარჯზე თქვენ სხეულშივე ბიოქიმიურ პროცესებს აკონტროლებენ. თქვენ ძალას იყენებს და ცვიერებას, რომელსაც თქვენ ეთანხმებით და თქვენი ნება ისეთი რაღაც არის, თქვენ ნებაში შემქმნელიც ვერ შემოდის და უკს ხო საერთოდ არ შეუძლია. ეს ჭეშმარიტება უნდა გაიაზროთ კარგად. იცი ისინი როდის ახერხებენ ადამიანზე მიკვას, როდესაც ადამიანი ნეგატივში. შვიდში რო ხარ შენი ენერგეტიკა ყველაფერი ისე მუშაობს, რომ ასხივებ დიდ ენერგიას და ვერაფერი ვერ გიკარება. როდესაც ვერ გიკარება, მოგაწვის ინფორმაციას გაგაბრაძო, შეგაშინა, დაგეწია, შუქი მოგიახლო და დაიწყო კვება. როგორც კი ანათებ გარბის ან ადგურდება. აი ეს პროცესი ხდება და უნდა გაიაზრო ეს. შენი აურა წარმოიდგინე მრგვალი ბურთი, ოქროსფერი ბრჭყვიალა ენერგიით მის გარშში ხარ წარმოიდგინე. და ანათებ ოქროსფრად ეს შენს აურას ფორმირებას გაუგეთებს. სფეროსებრად, რომელშიც ვერაფერი ვერ შემოვა. მე ხა ჩემს სივრცეს სულწმედ, ზოგჯერ 1 კილომეტრზე, 2 კილომეტრზე, 3 კილომეტრზე ჩემს აურის სირბლივ იმპულსურ გამონათებას ვაკეთებ. ზოგადად ვისაც თავს ესხმიან, ყველას აქვს ზეძალები. ეხლა სად მივდივარ? თავს იმიტომ გესხმიან, რომ შენ სულს აქვს დიდი ენერგია და შენი წარმატება ენერგეტიკული არავის არ უნდა. ისინი თავს ესხმიან, ვინც იციან, რომ მომავალში ძალიან მაგარ რაღაცეებს აკეთებს. აქ კი არ აკეთებს ადამიანი, მომავალში აკეთებს. 5 წელში უნდა მიაღწიოს დიდ ენერგეტიკულ წარმატებებს. ის უკვე დადებულია სამყაროს ანგარიშზე, მაგრამ თუ მან ხელი შეუშალა მუქმა, ის რაც მიღწეული აქვს მომავალში ადამიანის წარმატება, ამას ერიცხება. მომავლის კვანძები ყველასთვის ნათელია ამ სამყაროში, მაგრამ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ადამიანი, არავინ არ იცის. ბურთებად რო წარმოიდგინო მომავლის კადრები შენი ცხოვრების და შენი გადაწყვეტილებას ელოდება დანარჩენი სიცარიელე ბურთების მიღმა რაც არის. ანუ არავინ არ იცის საკვანძო მომენტში ადამიანი რა გადაწყვეტილებას მიიღებს და შემქმნელმაც არ იცის მომავალი ადამიანების შესახებ, საკვანძო მომენტები იცის და არც ნელმა. შენი ნება არ არის გაწერილი, შენი ნება არის ამ სამყაროში კანონი. თვითონ თქვენი სიტყვა არის კონტრაქტი. არავისთან არასოდეს არანაირ ენერგეტიკულ კავშირში არ შეხვიდე. ვინმე რომ მოვიდეს გითხრას შენი აურა ნახო, არა დაშვება არ მიცე. ვინმე რომ გითხრას ჩაკრებს გაგიწმინდა, ვარი უნდა უთხრა, ჩაკრები არის უწმინდესი. ვინც არ უნდა მოვიდეს და რაც არ უნდა გითხრა დაშვება თხოვოს, დაშვებები არავის არაფერთან არ უნდა მიცე. შენ ეხა რაც გჭირ იმის გამო რომ დაშვებები მიეცი სხვადასხვა ადამიანებს, განსხეულებულ მუქებს, რომლებიც ჯერ განსხეულებული ადამიანებით მოვიდნენ. მოახდინეს შენთან ენერგეტიკული კავშირი, შემდეგ დაშვებების მიღება, შემდეგ უკვე ხილვები, თანხმობის მიცემა აუცნობიერებლად ამ ხილვებზე და ამ პროცესებზე რაც მოხდა და შემდეგ უკვე შემოჭრა, რომელმაც გამოიწვია ისეთი შედეგი, რომელსაც სიტყვით ვერ აღწევ. შენი თითოეული სტრესი წარმოადგენს მუქზე ლოცვას. თითოეული ეს ფიქრი კვებავს მას და შენ გასუსტებს და შემდეგ შენს მდგომარეობას ეს ამძიმებს. ეხლა შენი მთავარი გეგმა არის ტოტალური იგნორი ყველანაირი ხილვის
ფიქრის ნეგატიურის მათ ხილვებზე პასუხად ლოცვა, რა ლოცვებსაც მოგცემ, მათთან კონტრაქტების გაწყვეტას გულისხმობს და მათზე არ ფიქრ. აი ეს ორი არაღი უნდა აიღო ხელში და შენ იქნები უძლეველი.